დღეს მენიუში გვაქვს ბერძნული გუფთა, ესე რომ ვთქვათ. აქ არის დაკებილი ხორცი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, ერთი ცალი კვერცხი მთლიანად, მოვასხი ზეთი, მარილი, გემოვნებით და ცოტა პილპილი. ეხლა მოვაყრი აი ესეთ ბრინჯს. ამ ყველაფერს ერთმანეთში აურევ. ერთი ხელი ცოტა მიჭირს. მეტავ შემეძლოს გადმოცემა იმის თუ როგორი სურნელი აქვს. სასწაული. გავამზადე, ახლა ჩავყრი წყალი ადულდა და ჩავყრი და მოვხარ შავ. შეება ჩვენი გუფთა. გუფთის ბურთულები როცა მოიხარშება, მერე ჩავაყრი ამ კარტოფილს, იმიტომ რომ კარტოფილს ბევრი დრო არ უნდა რომ მოიხარშოს. ჩვენი გუფთა. აი ესე გამოიყურება. დამიჯერეთ გემრიელესია. გაამზადეთ თქვენც. და გემრიელად მიირთვით. წვენს ჩვენ ხომ ტომატით ვაკეთებთ. ესენი აკეთებენ ლიმონით და კვერცხის ცილისგან. 1-2 ცალ ლიმონს აიღებთ, გამოწურავთ კარგად და დავუმატებთ კვერცხის ცილას. ცოტა ამის წვენს და კარგად ათქვეფავთ და ჩაასხავთ, მოასხავთ მერე ზემოდან ქვაბში, უბრალოდ და ესე გააკეთეთ, რომ გაიხსნას კარგად. მარილი გემოვნებით. სალამი, მოგესალმებით ყველას, თუ იფასებო, როგორ ხართ? დღეს არის 30 აპრილი. დღეს ვაკეთებ ბერძნულ გუფთას, ესე რომ ვთქვათ, და გაგიზიარებთ თქვენც. ყველას მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც იწერთ ჩემ არხს, ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ. ყველას გისურვებთ ბედნიერ დღეს. რაც შეეხება, რა მინდოდა რომ მეთქვა უბრალოდ, რაც შეეხება ჩემს გამომწერებს, ძალიან ბევრი დამემატეთ და ამისთვის ყველას სათითაოდ უღრმეს მადლობას მოგიხდით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და მოუხადო ნინი კვირიკეს, რომელმაც მახსენა თავის ბლოგში, ასევე ლიკა მეგრელს. მადლობა ჩემო კარგებო, ჩემო გოგოებო და თქვენგან ვიცი რომ ბევრი გამომწერი დამემატა. ძალიან მიყვარხართ ორივე და გაფასებთ. წარმატებებს გისურვებთ. ქარია საბერძნეთში, რასაც გვია ანგრევს აქაურობას. ცუდი ამინდია. დაწერეთ კომენტარებში, ვინ სად იმყოფებით და როგორი ამინდია თქვენთან. ერთმა დამიწერა კომენტარი, ერთმა არსებამ უბრალოდ. კარგი კომენტარი არ იყო. რა თქმა უნდა არ გამოვაქვეყნე, მაგრამ წავიკითხე. წერდა ესეთ რაღაცას, რომ
რა ცუდი ხმა გაქვს მეცინება რა ცუდი ხმა გაქვს და ამ ძვირფასოს ნუ იყენებ ხშირად ძალიან ესეთი ტონით მითხრა რა ჯანსაღ კრიტიკას აუცილებლად გიპასუხებთ ისეთ პასუხს მიიღებთ ჩემგან ვინც ცოტ კომენტარებს დამიწერთ გაგცემთ აუცილებლად პასუხს ისეთ როგორც იმსახურებთ ეს არის ჩემი არხი და რომ მე როგორც მინდა ისე ვისაუბრებ იმდენჯერ ვიტყვი ძვირფასებოს უკაცრავად დიდი ბოდიში ქალბატონო რომ თქვენ არ გკითხეთ რჩევა და ისე დავდეთ ჩემი ბლოგი ბოდიშს გიხდით ძალიან გთხოვთ თქვენი ესეთი კომენტარებით თქვენ არ გეგონოთ რომ მე რამეს მავნებთ და მატკენთ არაფერს არ მატკენთ იცოდეთ პირიქით უფრო სტიმული მომეცემა უფრო უკეთესი ბლოგების გადაღების ასე რომ თქვენი ესეთი კომენტარები ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს საბედნიეროდ ძალიან ბევრი კომენტარი არის კარგი რაც ძალიან მახარებს მადლობა ყველას არ ვიცი ამ კომენტარის ავტორი ვინ ხარ ქალი ხარ კაცი ხარ თუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა მოკლედ მინდა გითხრა ესეთი რაღაც რომ შენაერები მე ვერაფერს ვერ დამაკლებენ ასეთი ცუდი კომენტარის წერით და უბრალოდ ერთს გეტყვი რომ მე ბრალები იმიტომ რომ მართლა საცოდავი ხარ საცოდავი ხარ იმიტომ რომ სრულიად უცნობ ადამიანს უწერ ესეთ რაღაცას მით უმეტეს შენთვის არაფერი დაუშავებია იცი რა არ მესმის თუ არ მოგწონს ჩემი ვლოგები თუ არ მოგწონს ჩემი ხმა თუ არ მოგწონს ჩემი ყურება რატომ მიყურებ როგორც მოსვლით გამახარე ჩემო ისე წასვლით გამახარე მიბრძანდი ჩემი არხიდან არ არის პრობლემა შენ თუ გამოაკლდები ჩემს არხს მაგით არაფერი დაშავდება საბედნიეროდ ყავს ბევრი გამომწერი რომლებიც არიან კარგები და ეს ფაქტი მე მახარებს ძალიან მადლობა ყველას ვინც მიწერთ კიდევ ერთხელ საუკეთესოები ხართ მადლობა რჩევებისთვის მადლობა ყურებისთვის მიყვარხართ ყველა და კიდევ ერთი ის ადამიანები ვინც დამიწერთ ცუდ კომენტარებს მიუხედავად იმისა რომ არ მიცნობთ არ იცით ვინ ვარ არ ვიცი გინდათ გაფრთხილება ჩათვალეთ როგორც გინდა ისე ჩათვალეთ მე შემდეგში აუცილებლად გავარკვევ თქვენ სახელს და გვარს არ გამიჭირდება დამიჯერეთ და მოგაგნებთ და მე გაგცემთ საკადრის პასუხს ასე რომ ცუდი კომენტარისგან თავი შეიკავეთ ჩემი რჩევა და გაითვალისწინეთ კოცნით